ოპოზიციონერმა ქალმა პოლიტიკოსებმა სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს წერილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფისში, რომლითაც ისინი მოითხოვენ არხის გენერალურ დირექტორთან თინეთინ ბერძენიშვილთან შეხვედრას. როგორც ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსები ამბობენ, მათ აქვს ძალიან ბევრი კითხვა გენერალურ დირექტორთან და შესაბამისად ამ კითხვებზე სურთ პასუხები მოისმინონ. მათი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური პოლიტიკური თუ სოციალური საკითხები, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, არ გაშუქებულა სათანადოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, იმ არხის მიერ, რომელიც ხალხის თანხებით და ხალხის ბიუჯეტიდან ფინანსდება. შესაბამისად, როგორც ეს ადამიანები და ქალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, სწორედ ამ კითხვებზე პასუხები უნდა მოისმინონ თინეთინ ბერძენიშვილთან, ამიტომ მოითხოვენ მასთან შეხვედრას და როგორც ისინი ამბობენ, მაშინ როდესაც არხი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ხალხის ინტერესებს და ყველაფერი უნდა იყოს სათანადოდ გაშუქებული, სრულიად საპირისპიროს ვხედავთ მათი თქმით საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან და როგორც ისინი ამბობენ, ახლა საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ ქართული ოცნების პოლიტიკური ინტერესების გატარებას ემსახურება მისნად. დღეს ვაბარებთ წერილს საზოგადოებრივ მაუწყებელში, რათა ოფიციალურად მოვითხოვოთ გენერალურ დირექტორთან შეხვედრა, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ჩვენი დაკვირვებით და მონიტორინგით ეს ახალი არ არის, რომ საზოგადოებისთვის აქტუალური თემები არ ხვდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ობიექტივში. მაშინ, როდესაც მაგალითად, მთელი წლის განმავლობაში ათობით საქართველოს რაიონსა და ქალაქში ჩვენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად დავარიგეთ პოლიტპატიმრების გაზეთები, მივიტანეთ მათი სიტყვა, შევხვდით ათასობით მოქალაქეს და არაერთი მედია საშუალების ობიექტივში მოხვდა ეს ჩვენი კამპანია, სამწუხაროდ საზოგადოებრივ მაუწყებელს ეს საერთოდ არ გაუშუქებია. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, მოგხსენებათ, რომ ის ფინანსდება ხალხისგან და სახელმწიფოს არის გამოხატული ხო საზოგადოებრივი მაუწყებელია, ეს ნიშნავს იმას, რომ ფართო სამოქალაქო საზოგადოებრივ პოზიციას უნდა აჟღერებდეს. აქტიურად საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩამოყალიბდა მხარეთ და ჩვენ კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმატში, ვცდით ახლა ამ ესე ვთქვათ ნაბიჯს, რომ შევიტანთ განცხადებას და ვთხოვთ შეხვედრას მასთან. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი თვლის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულყოფილად არ აშუქებს და არ ასახავს ყველა იმ საჭიროებას, არ ეხმაურება ყველა იმ პრობლემას, როგორც პოლიტიკურს, ისევე სოციალურს თუ სხვა მიმართულებებით. მაუწყებელი, რომელიც საზოგადოების გადასახადებით ფინანსდება, უნდა იყოს უფრო გამჭვირვალე, უნდა იყოს უფრო ინკლუზიური. ჩვენ ვითხოვთ გენერალურ დირექტორთან შეხვედრას, რათა საზოგადოებრივი მაუწყებლის კარი გაიღოს პოლიტიკური ჯგუფებისთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის და სამოქალაქო ჯგუფის სხვადასხვა წარმოდგენელისთვის. ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსების წერილი უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფისშია, რომლითაც ისინი გენერალურ დირექტორთან შეხვედრას მოითხოვენ. ახლა უკვე საინტერესოა ჯერ თინეთინ ბერძენიშვილზეა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, შეხვდება თუ არა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მოისმენს თუ არა იმ კითხვებს და უპასუხებს თუ არა, გასცემს თუ არა ამ კითხვებზე პასუხს და დაუთმობს თუ არა ეთერს ადამიანებს, ვინც უკვე უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და ადამიანები, რომლებიც ოპოზიციურად და განსხვავებულად არიან კრიტიკულად არიან განწყობილები.